პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს თანამოაზრეებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მსჯელობის საგანი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების გარანტიები. მოძრაობის დამფუძნებელი ამბობს, რომ უმნიშვნელოვანესია ეროვნული საგარეო პოლიტიკა და სწორედ ამაზე ისაუბრა შეხვედრის დროს მხარდამჭერებთანაც. ცნობილია, რომ მოძრაობა ჯერ საქართველოს ყრილობისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე პოლიტიკურ პარტიად ფორმირდება. თავარი არსი ჩვენი დღევანდელი პრეზენტაციის არის ის, რომ ესაუბროთ სამომხმარებლო ქართულ საგარეო პოლიტიკაზე, ანუ პოლიტიკაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკის გამო, არამედ როგორ შეიძლება კონკრეტულ სარგებლად აქციოს ეს პოლიტიკა ქვეყანამ. ერთი არის, რომ ქართული დიპლომატიის ეფექტიანობა უნდა განიზომებოდეს, რამდენად შედეგიანი არის ის არაღიარების პოლიტიკაში. მეორე საკითხი არის, რამდენად ემსახურება ქართული დიპლომატია და პოლიტიკა ქვეყნის ფუნქციონალის, სარგებლიანობის და საჭიროების ამაღლებას. იმიტომ რომ ამის გარეშე მხოლოდ მსოფლიო რუკაზე სხვადასხვა ფერში იყო აღნიშნული, დღევანდელ ძალიან ეგოისტურ სამყაროში ეს მხოლოდ საკმარისი არ არის. და მესამე და მთავარი საზომი, როცა ჩვენ ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ეს არის დიპლომატია ციფრებში. რამდენად წარმატებული არიან ჩვენი დიპლომატები. დღევანდელი მოცემულობით საგარეო პოლიტიკა არ არსებობს ქვეყანაში. ჩვენ ვადევნებთ თვალს ძალიან ქაოტურ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის ნაკარნახები რაღაც დღევანდელი რაღაც ინსტიტუტებით, რაღაც ინტერესებით, რომელიც მიიღება რაღაც დახურულ ოთახებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები წარუდგინეთ საზოგადოებას, რაც ეფუძნება ერთ უმთავრეს იდეას. ჩვენი ადგილი არის დასავლური ცივილიზაციის სივრცეში და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზანი უნდა იყოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. განვიხილეთ ჩვენი ხედვა თუ როგორ ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ერთი მხრივ გამოვიდეთ ამ არსებული კრიზისიდან და იზოლაციიდან, ხოლო მეორე მხრივ მოვახდინოთ საქართველოს სწრაფი დაბრუნება იმ დასავლურ რელსებზე, რომლებზეც საქართველოს წლების განმავლობაში